ბოდიში უკრაინელ ძვირფას მეგობრებს, დევს და ძმებს. ბოდიში იმ ჯარისკაცებს, რომლებიც ახლა ფრონტის წინა ხაზზე არიან. ბოდიში იმ ქართველი ოჯახის წევრებს, ვისი სახელი და გვარებიც ამოტვირთულია გმირთა მემორიალზე. დიდი ბოდიში იმ ქართველ ჯარისკაცებს, რომლებაც ყველაზე ძვირფასი რაც კი ჰქონდათ მათ სიცოცხლე დათმეს სოხუმისა და გაგრის მისადგომებთან. დიდი ბოდიში ყველა იმ ქართველ ვაჟკაცს, რომლებიც ახლა ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძვიან უკრაინელ მეგობრებთან ერთად. ბოდიში იმ უკრაინელ გმირ პილოტებს, რომლებმაც თავიანთი ვაჟკაცობით 1993 წელს ათასობით საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე გადაარჩინეს, როდესაც მათ მოახდინეს ჩვენი თანამოქალაქეების ევაკუირება იქიდან, საიდანაც ვერავინ ვერ ბედავდა. დიდი ბოდიში უკრაინის პრეზიდენტს და ექს-პრეზიდენტს ჩვენ გვახსოვს თქვენი გადამწყვეტი ფიზიკური თანადგომა საქართველოს მთავარ გამზირზე. პუტინმა ძვირფასო უკრაინელებო თქვენგან და ჩვენგან მოითხოვა უარი გვეთქვა ჩვენს ნათელ და დაცულ მომავალზე და თქვენი პასუხი ნათელი და მკაფიოა. თქვენი პასუხი არის ის გოგო ბიჭები, რომლებიც იბრძვიან 1 სანტიმეტრი უკრაინული მიწისთვისაც კი. მაგრამ ძვირფასო უკრაინელებო, გთხოვთ, იცოდეთ, რომ საქართველო არ არის ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. საქართველო არის ათასობით ის ახალგაზრდა, ვინც გუშინ თბილისის ქუჩები გაავსო. ათასობით ის ახალგაზრდა საქართველო. ის ჩვეულებრივი ქართველია საქართველო, რომელიც ტივის ტელეეკრანებთან. ის ჩვეულებრივი ქართველია საქართველო, რომელიც მზად არის ბოლო თეთრი გაიღოს უკრაინელი ძმისა და დის დასახმარებლად. და თუ კი მაინც ვინმესთვის უკრაინაში საქართველო არის ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი, ჩვენ მსხვენია და ამისთვის ვიხდით დიდ ბოდიშს. საქართველო არ არის ლაჩარი, საქართველოს შვილები არ ვართ ლაჩრები და ჩვენ ვიცით, როგორ უნდა დაუდგეთ გვერდში ჩვენს მეგობრებს, მით უმეტეს, როდესაც მათ აქვთ ამაგი. მათ აქვთ მნიშვნელოვანი ამაგი ჩვენზე. ამიტომ ჩვენი ახალგაზრდების გუშინდელი მოწოდება, რომ დღეს შევკრებილიყავით 7 საათზე მთავრობის სასახლესთან. ამას დამატებული ჩვენი უკრაინელი მეგობრების თხოვნა, რომ შევიკრიბოთ თბილისში, რაც შეიძლება ბევრი და ასე დაუდგეთ გვერდში იმ ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან ჩვენი თავისუფლებისთვისაც. ჩვენი საქართველო არის ის ხალხი, ვინც გუშინ იყო, ვინც დღეს გამოვა და ვინც ხვალ გამოვა მშვიდობიანად თბილისის ქუჩებში. ჩვენი საქართველო, ძვირფასო უკრაინელებო, ის ადამიანები არიან, ვინც თქვენთან ერთად მარიუპოლში, კიევში და სხვა ქალაქებში ავტომატით ხელში ჩვენს დედებსა და ჩვენს შვილებს და თავისუფლებას იცავენ. ამიტომ კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში იმისათვის, რომ არ შეუერთდა ჩვენი ქვეყნის მთავრობა იმ სანქციებს, რომელსაც ცივილიზებული სამყარო უერთდება, მაგრამ ქართველი ხალხი სანქციებს კი არა, ჩვენს გულს და სულს უერთებს თქვენს ბრძოლას. დიდი მადლობა ქართული ხალხის. ნიკა მელიას განცხადებას უსმენთ პირდაპირ ეთერში, სადაც 7 საათზე ელოდებიან მოქალაქეებს პროტესტის გამოსახატად. მანამდე პროტესტ